ბიძიებო, ჯერ ნუ გამომღადრავთ. ვიწყდი რა. მადლობთ. საღამოს 11 საათზე გთავაზობთ ირაკლის აღინაზის ძილის პირულს. მამა, რა ტკინდა ნაჯახი? გაციუდებოდა საზამთრო ამოიღეთ კაც უკუბოდა გვამი არ გავიტანოთ აყროვდა შენ ფილტვი და ითამაშე გამარჯობათ. დღეს მოგიყვებით ზღაპარს მელოტი მგელი. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მგელი, რომელსაც თავზე თმა გაცვლივდა. ესე იგი მელოტი იყო. შეიძლება არ იცით რომ გლებში სიმელოდე ერთობ იშვიათი მოვლენაა. იგი დაახლოებით 100 წელიწადში ერთხელ გვხვდება. პრინციპში მელოტი მგლების რაოდენობა ალბათ უფრო დიდია, მაგრამ ადამიანს ისინი როგორც გითხარით საუკუნეში ერთხელ თუ ხდება. ეს მგელი ერთ-ერთი იმადგანი იყო, რომელიც ადამიანს შეხვდა. პირველი შეხვედრა ერთობ უცნაურ ვითარებაში მოხდა. კერძოდ მგელი რეალ სოსიედადის სტადიონზე იყო შეპარული და ცდილობდა თამაშისთვის ეყურებინა. იგი ერთ ბნელ კუთხეში მიმალულიყო და იქიდან უცქერდა მატჩს. მგელი ბავშვობიდან არ გულშემატკივრობდა რეალ სოსიედადს. იგი მისი ფანი მას მერე გახდა, რაც მამამისმა ბილბაოს ატლეტიკის გულშემატკივრობა დაიწყო. ტრადიციულად არსებულმა თაობათა დაპირისპირებამ აიძულა მგელი თავისი საყვარელი ატლეტიკისთვის თავი მიენებებინა და რეალ სოსიედადის გულშემატკივარი გამხდარა. იგი ღარიბი ოჯახის შვილი იყო. თანაც მგელი და რა თქმა უნდა სტადიონზე შეპარვა უწევდა. ბილეთის არც ფული ჰქონდა და რომც ჰქონოდა, მას როგორც მგელს არავინ მიჰყიდდა. ხოდა როგორც გითხარით, მგელი ბნელ კუთხეში დამალული იყო. სწორედ ამ დროს ბნელ კუთხეში დენი მოვიდა და მგელით შესამჩნევი გახდა. იგი პირველად ვიღაც 62 წლის ბასკური წარმომავლობის მამაკაცმა შენიშნა. ამ კაცის დანაოჭებულ სახეში იკითხებოდა ის უამრავი ბედნიერება, რაც ამ კაცს ცხოვრების მანძილზე განეცადა. თუმცა მგელმა როგორც მგელს შეეფერება კითხვა არ იცოდა და ვერც ეს ამოიკითხა. კაცი მიხვდა, მგელმა კითხვა რომ არ იცოდა და ამიტომ საკუთარი განვლილი ბედნიერების შესახებ თავად მოუყვა. კაცი მთელი ღამის განმავლობაში მოუთხრობდა მგელს გარდასულ დღეთა შესახებ. ბოლოს ეხლა მეჩქარება სამსახურში უნდა წავიდეო და თავისი ინვალიდის კალიასკით სამსახურისკენ გაგორდა. მგელი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა ბუნაგში, სადაც ცოლი შვილი და მეორე ცოლი ელოდებოდნენ. მათ ძლიერ გაუხარდათ მგლის დანახვა, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის ეს არ გამოამშალეს. სამაგიეროდ მგელმა მათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ მოუთხო. რაშიც თითო ლარი გამოართვა და ძმაკაცთან ერთად სახინკლეში წავიდა. მგელი სახინკლეში ისევ იმ კაცს შეხვდა. ინვალიდის კალიასკაში რომ იჯდა და თან სახის ნაოჭებზე გარდასული ბედნიერების ამბები ეწერა. ის კაცი მგლის დანახვაზე დაიბნა, მაგრამ რაღაც იზამდა. მივიდა მგელთან და დამორცხებულმა ბოდიში მოუხადა. ბოდიში რომ მოგატყუე სამსახურში მივდივარო და მე ზაკვარი თვითონ სახინკლეში წამოვედიო. მეგონა მეტყოდი, მე წამიყვანეო და მე კი ჩემი სიხარბიდან გამომდინარე შენზე ფულის დახარჯვას მოვერიდეო. კაცმა ეს რომ თქვა, მაშინვე ქუდი დაიხურა, რადგან მგელი კარებში იყო გაჩერებული, რის გამოც სახინკლეში ორპირი ქარი უბერავდა და ამ კაცს გაციების შეეშინდა. მგელმა და კაცმა მეგობრობის ნიშნად მაისურები გაცვალეს და სახლებში წავიდნენ. სამაგიეროდ სახინკლეში დარჩა მგლის ძმაკაცი, რომელმაც კარიერა გაიკეთა და სამოგზაუროდ წავიდა. მგელმა მეგობრის წარმატებები სახინკლის დირექტორისაგან შეიტყო 2 თვის შემდეგ. მას ძალზედ გაუხარდა
მეგობრის უცხოეთში გამგზავრება, რადგან მისი ცოლი ევასებოდა და გაიფიქრა, ეხლა ხელში ჩავიგდებო. მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან მგელი მელოტი იყო და მეგობრის ცოლს მელოტები არ ევასებოდა. მგელმა თავისი სიმელოტე დაწყევლა და სამუდამოდ გაუჩინარდა სიბნელეში. ძილინების